გამარჯობა და სალამი ყველას, ეს დარიო რადიოა, მე კი თორნიკე ბერიშვილი ვარ, გესაუბრებით ტეხასიდან და ბოდიში უნდა მოგიხადოთ, იმიტომ რომ დრო ამერია და აქ საათმა გადაიწია და რატომღაც ველოდებოდი ძველი დროით და ამიტომ გადავწდი 10 საათს და ეხლა ვეცდები გამოვასწორო ეს ყველაფერი. როგორც ყოველთვის დღევანდელი პროგრამების შესახებ დარიო რადიომ დადო დღეს პროგრამები და დღევანდელი პროგრამების შესახებ ვილაპარაკებ, მაგრამ პარალელურად მინდა იმ მოვლენების შესახებ, რომელიც დღეს ხდება. და არ შემიძლია არ ვახსენო, რომ გუშინ 8-ში იყო ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე. საქართველოში ისე ატრიალდა საქმეები და ისეთი დაკავებულები ვართ რაღაცა უცნაური დაპირისპირებებით, რომ ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე მიიჩქმალა და უკანა პლანზე გადავიდა და მე მგონი ეს სიმბოლურიც არის, იმიტომ რომ ჩემი აზრით გადაუხვიეთ ილიას იდეებს, ილიას გზას და არ მიყვება საქართველოს იმას, რასაც ილია ამბობს. თუ გახსოვთ ის ცნობილი დაპირისპირება ილიასი და გრიგოლ ორბელიანის, როდესაც მას ის ლიბერალი ბურთივი რგვარი უწოდა და წარმომიდგენია ეხლა ლიბერალობის ნიშნით და იარლიყით რას უზამდნენ ილიას დღევანდელი ჩვენი თანა მემამულეები და თანა მედროვეები ალბათ არ გაახარებდნენ ნამდვილად, ვიდრე თქვათ, არა და ილია ჭავჭავაძე არის ის შუქურა, ის იდეა, ის ვექტორი, რომელიც თუ სწორედ მივყვებით და არ გადავასყოფერებთ და არ ჩვენ არ მოვირგებთ, ასე ვთქვათ, და იდეას არ მივაწერთ იმას, რაც მას არ უთქვია, საქართველოს სწორედ ის ჭირდება, რასაც ილია ამბობდა, რასაც ილია აკეთებდა რეალურად. ლიბერალიზმი, თავისუფლება, თუ გახსოვთ, მწერლის გარდა ბანკირი იყო და ბანკის ნორმალური მუშაობა, თავისუფალი ეკონომიკა და ასე შემდეგ, შორს არ წავალ. ჩვენ კიდე ავიღეთ და წმინდანად შევრაცხეთ. ცხადია არის ალბათ წმინდანი, მაგრამ იმ გაგებით წმინდანი, ასე ვთქვათ, რელიგიური ჯობია მის საერო იდეებს და საერო მოღვაწეობას მივყვეთ და მაშინ კარგად ვიქნებით. ეს ერთი. მეორე, დღეს არის დღე, როდესაც დაახლოებით 30 წლის წინ ბერლინის კედელი დაინგრა. 9-ში. ეს რეიგანის ცნობილი სიტყვაა და რეიგანის და გორბაჩოვის შეთანხმებით მაშინ ჩვენი თანამომავლე ბატონი ედუარდ შევარდნაძეც მონაწილეობდა, ასე ვთქვათ, ამაში და ბერლინის კედელი დაინგრა და მაშინ ეს იყო სიმბოლო რაღაც განთავისუფლების, თავისუფლების მოსვლის, იგივე გერმანიის გაერთიანების, დამთავრების ვითომ ცივი ომის, მაგრამ ისე შეიცვალა სიტუაცია, რომ ეხლა სწორედ იმაში Facebook-ში და სოციალურ მედიაში ამბობდნენ, რომ ორჭოფობენ ბერლინში რაღაც რეიგანის ბიუსტის დადგმაზე იყო ლაპარაკი და მოკლედ იქ რეიგანის არ უნდათ არ მოწონთ თუ რაღაც. ეს უმადურობაა, ჩვეულებრივი უმადურობაა, იმიტომ რომ ის რაც მაშინ გააკეთა რეიგანმა, ტეჩერმა, მაშინდელმა რომის პაპმა ვოიტილამ, ეს იყო კაცობრიობის იმ მომენტში ხსნა, მე ესე მგონია. უბრალოდ მერე მისმა მიმდევრებმა, მისმა შემდგომმა ხელისუფლებმა ვერ განავითარეს და ვერ გააზიარეს ის იდეები და ის მიმართულება ვერ გააგრძელეს, რომელიც იყო და მივედით იქამდე, სადამდეც მივედით. გაუთავებელი კომპრომისებით, გაუთავებელი რაღაც გადახვევებით, პოლიტკორექტულობით, როცა თეთრზე თეთრს არ ვამბობთ და შავზე შავს არ ვამბობთ და ვართ იქ, სადაც ვართ. და რაც საქართველოში ხდება, ის მარტო საქართველოში არ ხდება, ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ცოტა გადავიდეთ ახლა ჩვენი დარიო რადიოს პროგრამებზე, მინდა გითხრათ ორი სიტყვით. ქართველი ემიგრანტები დარიოში, საკმაოდ კარგად მიდის ეს პროექტი წარმატებით და ისე გამოვიდა, რომ კვირის შუაში ვდებთ, ჯერჯერობით ესე ვაკეთებთ. კვირის შუაში დავდეთ ერთ ემიგრანტთან საუბარი და შაბათს დავდეთ მეორესთან და ასე რომ შაბათის პროგრამაში გამოქვეყნებულია ორ ემიგრანტთან საუბარი, ორივე ამერიკაში ცხოვრობს, ერთი არის ქართველი
ხატვარი მოქანდაკე ელისო ციკლაური, რომელიც დიდი ხანია ნიუ-იორკშია, არაჩვეულებრივი ქალბატონი, არაჩვეულებრივი ნაკეთობები აქვს, თავისი სამყარო აქვს, ძალიან კარგი იქნებოდა რომ მისი ნაკეთობები უფრო გავრცელებული იყოს. იდგას თვითონ საუბარში ამბობს თუ მოусმენთ რომ მის გამო რომ არ არის საშუალება, არ აქვს დიდი სტუდია, ასე ვთქვათ, აკეთებს პატარა ზომებში იმას, რაც სინამდვილეში არის მონუმენტური ქანდაკება და ამას წინათ დაიწყო ფოტომონტაჟის მეშვეობით, აი ამ თავისი ქანდაკებებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში შერჩევა სად მოუხდებოდა და არაჩვეულებრივი ეფექტია, მინდა გითხრათ, არაჩვეულებრივი სილამაზის და მოხდენის შთაბეჭდილება არის და ნეტარი მართლა შესაძლებელი იყოს ელისოს ნაკეთობების დადგმა აქ-იქ მხოლოდ გამდიდრებოდა და ჩვენც უკეთესები გავხდებოდით და კიდევ ბოლოს თუ ვინც მოისმენთ ელისოს აქვს იდეა, ასე ვთქვათ, სოფლიო ქალაქის გაკეთების, პატარა მოდელის გაკეთების მთელი მსოფლიოსი და ვის დაგაინტერესებს, საკმაოდ საინტერესოა, ჯობია თვითონ მოусმინოთ ელისო ციკლაურს, როგორ ყვება ის ამის შესახებ. მეორე საუბარი ემიგრანტთან, რომელიც ასევე მე ჩავწერე, არის ქართულ ექიმთან, ახლა უკვე მწერალთანაც, რომელმაც წიგნი გამოსცა, ბატონ ზურაბ გურულთან, რომელიც მისისიპიში ცხოვრობს და ძალიან საინტერესო ყვება თავის თავგადასავალს, როგორ ჩავიდა თავიდან ამერიკაში, საიდან წავიდა, რა დროს, როგორი გაჭირებული სიტუაციიდან წავიდა თბილისში, მაშინ ჩაბნელებული და თქვენს გახსოვთ ალბათ 90-იან წლების თბილისი და როგორ მოხდა ამერიკაში და როგორ გაიყოლა გზა, როგორ მიიღო ექიმად მუშაობის უფლება, როგორ მოხდა აი ცნობილ ქარიშხალში, სწორედ მაშინ იყო მისისიპიში აი ეს, როდესაც კატრინა დაატყდა თავს ნიუ-ორლეანს, იქ ყოფილა, მუშაობდა ჰოსპიტალში და ჩაკეტილები იყვნენ მთელი კვირა და ევაკუაცია ეროვნული გვარდიის დახმარებით და წლების განმავლობაში უკვე მუშაობს ვეტერანთა ჰოსპიტალში და ემსახურება კეთილშობილ საქმეს, ემსახურება ომგადახდილ ვეტერანებს. არაჩვეულებრივი ბატონი ზურაბი თავის თავგადასავალს, თავის შეხედულებებს, მე გირჩევთ მოусმინოთ, ძალიან ისიამოვნებთ და ძალიან ბევრს მიიღებთ ამ ბატონი ზურაბ გურულის მონაყოლიდან. მხიარული ამბავი დარიო სამზარეულო ნინო ბურდულმა ჩაგვიწერა, დიდი მადლობა მას და გამოგვიგზავნა ნუგბარი გოგრა თაფლით, როგორც თვითონ ამბობს, თვითონ არის, ასე ვთქვათ, მოუცლელი და ზარმაცი კულინარი, ამიტომ ჩარაგაკეთებული რაღაცეები და ადვილად გაკეთებული უყვარს და ეს ბევრს ალბათ მოეწონება. მოკლედ არაჩვეულებრივი ნუგბარი გოგრა თაფლით, ვისაც გინდათ შედით მოусმინეთ ნინო ბურდულს, მიყევით მის რეცეპტს და დაამზადეთ ეს ნუგბარი და მიირთვით. დარია ფსიქოლოგია. ჯანა ჯავახიშვილმა კიდევ ერთი მშვენიერი გადაცემა გააკეთა, ამჯერად ჩაიწერა საუბარი თამარ კახნიაშვილთან, კოლეგასთან და მათი ლაპარაკი ეხება ონკოლოგიას და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ანუ ონკოლოგიური სენით დაავადებულ ადამიანებს როგორ შეიძლება დაეხმაროს ფსიქოლოგი, როგორ შეიძლება შეუმსუბუქოს და პირიქით აი მკურნალობას რაღაც უფრო კარგისკენ და წარმატებისკენ წავიდეს. აი ამას კონკრეტულად ყვებიან თამარ კახნიაშვილი და ჯანა ჯავახიშვილი. მარიკა ლაფორმა კიდევ ერთხელ გაგვაუცხო მშვენიერი გადაცემით, ამჯერად გადაცემა, რეპორტაჟი, ინტერვიუ ემიგრანტების სერიაში შეიძლება ის ჩაითვალოს, იმიტომ რომ მან მოძებნა ჰამბურგში წარმატებული ქართველი მოცეკვავე ქეთი ნიშნიანიძე, მისი დებიც იქ არიან და ის დებიც საუბრობენ, რომელიც არის მრავალგზის თურმე გერმანიის ძალიან კარგია ესეთი ამბების გაგება და ჩვენი თანამემამულეობის წარმატების შესახებ ამბის მოსმენა და თვითონ ქეთიც ლაპარაკობს ამ გადაცემაში, თვითონაც ყვება თავის თავს, ის მშვენიერი მუსიკა მარიკამ ისინი აღმოაჩინა სწორედ ერთ-ერთი ვორქშოპის დროს, ვარჯიშის დროს და ჩაიწერა ეს საუბარი და გადმოგვცა ეს რეპორტაჟი. ასე რომ ვიცოდეთ, გერმანიის ჩემპიონი აი ამ ცეკვებში ყოფილა, სპორტულ ცეკვებში ყოფილა ქართველი ქეთი ნიშნიანიძე, რომელიც არაერთგზის ჩემპიონია სხვათა შორის.
ირაკლი ლომოურმა ჩაგვიწერა შვენიერი საუბარი პოეტსა და ეკოლოგ ნუგზარ ზაზანაშვილთან და ის ყვება თავისი შემოქმედების, თავის თავგადასავლის, თავის მოგზაურობების შესახებ და გთხოვთ შეხვიდეთ, მოусმინოთ და ისიამოვნოთ ამით. აფროქართულის ჩანაწერები. ეს თუ რაღაცნაირად ცოტა გახალისება გინდათ, ეს არის ჩემი ჩანახატი, როგორ ვიმოგზაურე აფროქართულმა, უпростоრეთ როგორ ვიმოგზაურა ფრიტაუნიდან ბრიუსელში და შემდეგ ნიუ-იორკში და თავგადასავალი გადახვდა და რამდენი განსაცდელი გავიარე მაშინ არ იყო სხვათა შორის, ესე იგი არ ქონდა ქართველებს ეს უვიზო მიმოსვლა ევროპასთან და ჩვენი ქართული პასპორტით რა თავგადასავლები და ხიფათები გადამხდა, როგორ მაჩერებდნენ ყოველ შესაძლებელ გასაჩერებელ ადგილას, აი ეს არის მოყოლილი მაქსიმალურად ვეცადე გაღიზიანების გარეშე და იუმორით გადმომეცა და თუ ვინმე გახალისდება და წაიკითხავს ძალიან კარგი იქნება და მადლობელი ვიქნები. აღმოაჩინე ამერიკა, ამ შემთხვევაში ვთარგმნე და წავიკითხე ოუენ იანგის ცნობილი ფინანსისტის სიტყვა, რომელიც მან წარმოთქვა 1934 წელს კოლეჯში, კოლეჯის მასწავლებლებთან და სტუდენტებთან შეხვედრის დროს, სადაც ის ლაპარაკობს განათლებაზე და განათლების სპეციფიკურობაზე, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ ფიზიკოსი იყო, ან მხოლოდ ისტორიკოსი, ეს შენი მიღებული ცოდნა რაღაცნაირად უნდა შეადუღებო და ერთიან კონგლომერატად, ერთიან დუღობად აქციოდა, მხოლოდ მაშინ შეიძლება ის რეალურად გამოგადგეს რეალურად შენს ინტელექტს, შენს ურთიერთობებს, შენს სოფხედველობას, წააგდეს გაცილებით უკეთეს იქნება თუ მოусმენთ ოუენ იანგის სიტყვის ქართულ ვარიანტს. და ჩვენ გადავდივარ იმაზე, რაზეც არ შეგვიძლია რეაქცია არ მიგვეცა და ჯანა ჯავახიშვილმა და მე ექსპრომტად ჩავწერეთ ჩვენი რეაქცია დარიო რადიოელების ჩვენ ორის რეაქცია იმაზე, რაც მოხდა გუშინ საქართველოში. ეს რაღაც როგორ გითხრათ, საერთოდ ამაში გარჩევა და გარჩევაში ჩარევა არ ამგონია სწორად და კარგად, მაგრამ სამწუხაროდ ხდება ესეთი ამბავი, როგორ ჯანა უწოდებს, ესე იგი ფაშიზმის რაღაც აღზევება ხდება საქართველოში და ხელისუფლება, ასე ვთქვათ, რაღაცა უცნაურ და პასიურ როლს თამაშობს, მკვეთრ და სწორ ნაბიჯებს არ ადგენს. არადა ესეთი რამები ძალიან ადვილად წყდება, ადვილად იკვეთება. ესე იგი, როდესაც ვიღაცა ძალმომრეობს, ძალადობს, ფიზიკურ ან რანაირ შეურაცხყოფას აყენებს სხვას ან ვნებს მას, უბრალოდ უნდა ეს აღიკვეთოს იმ კანონით, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს და იმ ძალებით, პოლიციისა თუ სხვა სამართალმოქმედი ძალებით და როდესაც ეს მოხდება თანმიმდევრულად, მაშინ ეს ყველაფერი არ განვითარდება და ეს ყველაფერი ჩარჩოებში ჩადგება. მაგრამ მე მაინც მინდა ჩემი აზრი გითხრათ ამაზე რა. პირველ რიგში სრულიად ცალსახად ვგმობ ყველანაირ ძალადობას. ესე იგი, ვამბობ, რომ ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება ცხადია რა. როგორც უმცირესობებს, კიდე იყოს ეს სექსუალური, ეროვნული თუ სხვა, ყველას ასევე, თქვათ, მართლმადიდებლებს, ტრადიციონალისტებს და ასე, ყველას აქვს თავისი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. მაგრამ საზღვარი დგება იქ, სადაც იწყება ძალადობა. როგორც კი იწყება ძალადობა, ძალმომრეობა და ერთმანეთის ცემა ტყება, აი ეს არის სრულიად დაუშვებელი. არანაირი ტრადიციით, არანაირი ქართველობით, არაფრით ეს არ მართლდება. არ მართლდება და მორჩა. ამიტომ ნებისმიერი ჩაშლა სეანსის, კინოსეანსის შენ მოგწონს, არ მოგწონს, დახმება შენ სოფხედველობა ან მისვლა და მით უმეტეს ქვების სროლა, ეს არის გამორიცხული. ეს არის ასალაგმი ყოველგვარი მოკიბის გარეშე. მაგრამ არის აქ მომენტი, უცნაური მომენტი რა. მე მგონი საქართველოში და ყველგან მთელ მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში მიდის ძალიან ცუდი სპეკულატობა და სპეკულაცია აი ამ რაღაცეებით და არც ერთი მხარე არ არის ბოლომდე მართალი. აი ხა დღეს დაიდო Facebook-ზე ვიღაცა ამბობს, რომ გუშინ ქვაესროლეს მოარტყეს თავში ლამის თვალი დაკარგა ადამიანმა და
ვიღაცა გამოიძა ამბობს, რომ ძალიანაც კარგი ღირსი იყო და მიიღო ის, რაც ეკუთვნოდა. სრულიად გამორიცხულია და სრულიად მიუღებელია. მარტო ამ გამოთქმისთვის უნდა დაისაჯოს. ეს მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ არანაირი გამართლება ამ ფაშიზმს, ამ გაუნათლებობას, ამ ტუტუცობას, პირდაპირ ვთქვათ, ამ ძალმომრევებას არა აქვს. მით უმეტეს მგონია, რომ თვალთმაქცობენ, იმიტომ რომ თუ მართლა რეალურად უნდათ, რომ როგორც ამბობენ, გეი პროპაგანდას ხელი შეუშალონ და ასე შემდეგ, რასაც იგენი აკეთებენ და რა შედეგსაც იღებენ, სრულიად საპირისპიროა. ხუმრობით მეც დავწერე და სხვებმაც, რომ ფაქტურად ოსკარი უზრუნველყვეს იმ ფილმისთვისაც, ვისაც ვითომ ებრძვიან. ეს ერთი მხარე. ამაზე მინდა კარგად დავაფიქსირო, რომ თქვენ არ გქონდეთ რამე ეჭვი, რომ მე ამას რაღაცნაირად შეიძლება გავამართო. მაგრამ არის მეორე მხარე, რომელიც ეხება ამ შემთხვევაში სწორედ აი ამ შემთხვევაში დაჩაგრულ ნაწილს, რომელსაც ჯერჯერობით არ დაიჩაგრენ. მე მგონი მიაღწიეს ყველაფერს, რაც უნდათ და მშვენიერი, ასე ვთქვათ, პრომოუშენი მიიღეს. ეს ერთი. მეორე, როდესაც შენ ითხოვ, რას ითხოვენ ამ შემთხვევაში ეს ხალხი? პატივისცემას და მათი სურვილების, მათი ხედვების, მათი ბუნებრივი მდგომარეობის გათვალისწინებას, ხო? საიდან უნდა დაიწყოს ეს? არა მარტო აქ, არამედ ნებისმიერ კონფლიქტში. ეს უნდა დაიწყოს ურთიერთპატივისცემით. ასევე, ესე იგი, იმის მაგივრად რომ პროვოკაცია მოუწყო, ან გააღიზიანო, ან რაღაცნაირად წამოიკიდო მოპირდაპირე მხარე, რატო არ შეიძლება რომ პატივისცემა გამოხატო, თქვათ, იმ ჩავთვალოთ, რომ თქვათ, ბნელია, გაუნათლებელია, ცურწმენები აქვს, მაგრამ ხორ წამს რაღაცის ამ ადამიანებს. აი ამას როგორც კი შენ დაურღვევ აგრესიულად, დაუპირისპირდები, დასცინებ, რაღაცნაირად გააბაიბურებ, შედეგიც იგივე მოყვება. და ეს ელემენტი ნამდვილად არსებობს რა, აი თქვენ გულებში ჩაიხედეთ. არსებობს ზევიდან ყურება, არსებობს რაღაცა დაცინვა, არსებობს საკუთარი უპირატესობის განცდით დატვირთული ქცევა და გამოთქმები და ნებისმიერი რამე, რაც თავისთავად უკვე იწევს აგრესიას, იწვევს შიშს და იწვევს თავდაცვას. ეხლა მე ამოვიწერე და მინდა გითხრათ, წავიკითხე სცენარისტის თაკო შოშიაშვილის ნათქვამი რა. და რასაც ის ახლა წავიკითხავ მოკლედ. დიდი აჟიოტაჟი მოყვა ამ ფილმს. რეალურად კი ფილმში მოყოლილი ისტორია ქართული ყოველდღიურობაა და მეტი არაფერი. კი ბატონო. მაგრამ ეხლა ნახე რა ხდება. ვიცოდით რომ ჩოხებში ჩაცმული ბიჭების სექსი ცოტა გააღიზიანებდა მოსახლეობას. მაგრამ ეს გათვლაც ჰქონდა. როდესაც ასეთი შინაარსის ფილმს აკეთებ, მაქსიმალურად რადიკალური უნდა იყოს, თორემ კაცების სექსით ვის გააკვირვებ ევროპის და ჰოლივუდის ბაზარზე. შესაბამისად, სცენარისტებმა წარმოიდგინეს ყველაზე წმინდა სამოსი ქართველებისთვის და სწორედ ამ სამოსში აქვთ ფილმის მთავარ გმირებს სექსი. არ მინდა წინასწარ ბევრი რამ მოყვა, მაგრამ ერთ კაცში ჩანს-ჩოხა, რომელსაც სპერმა აქვს. ეს არის ერთგვარი მინიშნება, რომ გვირებმა წარსულზე გაიმარჯვეს, ვინც კინოში ვერ ერკვევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა უყურეთ, ახლა ფსიქოლოგები დამეთანხმებით რა, რა ჩანს აქედან? ჯერს ერთი ჩანს ის, რომ მიზანდასახულად ყველაზე მტკივნეულ ადგილს არჩევენ და იქ ურტყამენ, რომ სწორედ ფსიქოლოგიურად ის რეაქცია მიიღონ, რომელიც მიიღეს. ასე რომ ამათვის მოულოდნელი ეს რეაქცია არ იყო პირიქით, ამ რეაქციისკენ მიყავდათ მიზანდასახულად ეს რა საჭიროა. ეს იგივეა, მაგალითად, რომ დედა შეაგინო ადამიანს, ხო იციან ზუსტად, რომ თქვა ჩოხა რაღაცა სიმბოლოა ამ ხალხისთვის და უცბად აკეთებენ აი ამ უკაცრავად კიდევ გავიმეორებ ამ სპერმიან ჩოხას. ანუ სრულიად გამიზნულად, მიზანდასახულად მიდიან პროვოკაციაზე, ხო? და ეხლა მეორე ნახეთ, გმირებმა წარსულზე გაიმარჯვეს. ეს მე რას მეუბნება, იცით? რატომ უნდა გავიმარჯვოთ ჩვენ წარსულზე? საერთოდ რა ტერმინებია ეს? ბრძოლა წარსულთან, ან ბრძოლა ჩვენს ტრადიციებთან, შეიძლება მოგწონდეს, არ მოგწონდეს, მაგრამ ეს არ არის ტერმინოლოგია, რომელიც მშვიდობიან რაღაცნაირად თანაარსებობას ხელს უწყობს. მე მესმის, რომ ამ ხალხს უნდა რომ რაღაცნაირად თავისი თავი დაამკვიდროს, მაგრამ საზღვარს გადადის ეს ყველაფერი და ასევე ამიტომ იღებს ასევე
საზღვარ გადასულ რეაქციას, აგრესიულს, რომელიც ისევ ამბობ მიუღებელია და მშვენიერი ნიადაგია ეს, ერთი მსხვილი ამათი და მეორე მხარის ასე ვთქვათ მიუღებლობა და აბსოლუტური არატოლერანტობა იგივე მტრისათვის, რომელიც ამას მშვენივრად იყენებს და პირდაპირ ნაუცახამს ცეცხლზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან კარგია თანაარსებობა, ძალიან კარგია მშვიდობა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე მგონი არც ერთ მხარეს ეს მშვიდობა არ აწყობს. მოდი ღიად ვთქვათ რა. და ამ შემთხვევაში თანაარსებობა, სიმბიოზი, ერთმანეთის დახმარება ხდება. როგორც აქეთ აი ამ მოფაშისტო აგრესიულ შავბნელ ძალას ჭირდება აი ეს ხალხი, რომლებიც ამ ფილმს უშვებენ, ამ ფილმის გამშვებებასაც ჭირდება. ისინი და მშვენივრად იყენებენ, ჩემი აზრით, აი გუშინ მოხდა სწორედ ესეთი კარგი რამ, ერთმანეთს გაიკეთა საქმე და მეორემაც რა. და თუ ჩვენ რეალურად გვინდა თანაარსებობა, მაშინ უნდა დავიწყოთ პატივისცემიდან რა. პატივისცემიდან და აი ჩოხას იმას რაც ჩემთვის ძვირფასია, რომ დავინახავ, რომ პატივისცემით ეპყრობა, მაგრამ თავისი რაღაცის გამოხატვა უნდა, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ჩემგანაც მეორე მხარე გამოიწვიოს პატივისცემა. ეს არის კონფლიქტის, ჩაქრობის, შეთანხმების და მოგვარების და მშვიდობის დასაწყისი. და ხდება პირიქით. მე მგონი ჯერჯერობით არც ერთს არ აწყობს ეს მშვიდობა და თანაარსებობა, პირიქით ჩვენურად იყენებენ ერთმანეთს. ეხლა ეს ძალიან, ასე ვთქვათ, სახელდახელო და ზედაპირული ანალიზია, მაგრამ აი ამ სცენარისტის ამ სიტყვებმა გამიჩინა ეს ასოციაცია, როგორ ეძებდნენ ყველაზე უფრო მტკივნეულ ადგილს და საუდა დაეჭირათ, რომ გამოეწვიათ ის რეაქცია, რაც მიიღეს კიდეც. და კითხოთ საკმაოდ ჭკვიანურად გააკეთეს იმ თვალსაზრისით, პრომოუშენის თვალსაზრისით და ფილმის, ასე ვთქვათ, პროპაგანდის და წინგაწევის თვალსაზრისით. ასე რომ ორივე მხარე მშვენივრად ხელს უწყობდა ამ პროპაგანდას. ეს მინდოდა მეთქვა, იმედია დამშვიდდებით, იმედია რაღაცნაირად მოვთოკავთ ემოციებს და მოვახერხებთ თანაარსებობას. ეხლა კიდევ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ რაც შეეხება აი ამ ჰომოსექსუალებს რა. ეხლა თუ ვინც მეცნიერია, ბიოლოგია, იმათ იციან, რომ ცნობილია, რომ დაახლოებით 10% ცოცხალ არსებებში არსებობს ეს. რაც არ უნდა პროპაგანდა გასწიო, ამას ზევით ვერ წავა და ვერანაირი ფილმებით ამის გადადება და პროპაგანდით ამისი გაბრავლება ვერ მოხდება და ვერანაირი აგრესიით და ვერანაირი ძალადობით ამ პროცესის დაწევა ვერ მოხდება. ამიტომ ეს არის რეალობა. და ჩვენ ვისწავლოთ ამ რეალობაში ცხოვრება. მოგწონს ჩვენ თუ არ მოგწონს ეს. და ის მეთოდები, რომლითაც ახლა ხდება აი ამ სიტუაციის ვითომ და დაძაბვა და ხანძრის დამტება არის სრულად მიუღებელი. რა ვიცი, თუ მოვახერხე იმის გამოთქმა, რისი თქმაც მინდოდა, ვეცადე. ეს იყო ჩვენი პროგრამები, ეს იყო ჩვენი რეაქცია გოშინდელზე, ჩემი რეაქცია პირადად, შეიძლება ჩემი თანა დარიო რადიოლები არც დამეტყვა ამაზე. და გესაუბრებოდა თორნიკე ვერიშვილი ტეხასიდან, მომავალ შაბათამდე კვლავ იქნება პროგრამის განახლება. დიდი მადლობა.